შუადღე მშვიდობის დღეს პარასკევია და საათის ამ დროს ტრადიციულად სპორტის თემით გიერთდებით პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესო პარასკევია, ოლიმპიური თამაშების გათვალისწინებით დღეს ნიკა ეგაძის ასპარეზობას ველოდებით. კენჭისყრა იყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთა ლიგისა, ასევე საინტერესო ამბებია აქეთაც და რაც მთავარია, ჩვენი ქართული კლუბები ემზადებიან ახალი სეზონისთვის სხვადასხვა გუნდის სხვადასხვა ლოკაციაზე. მათ შორის არის ამხანაგური თამაშები, არის ახალი ლეგიონერები, არიან კარგად ნაცნობი ფეხბურთელებიც და ასე შემდეგ. მოკლედ გამალებული მზადება მიმდინარეობს ახალი სეზონისთვის, რომელიც 28 თებერვალს იწყება საქართველოში საფეხბურთო ჩემპიონატი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მორიგი სეზონი. ქართული საკლუბო ფეხბურთის არსებობა რეალურად ამ რეალობაში დღევანდელობაში შეუძლებელი იქნება ფეხბურთის განვითარების ფონდის გარეშე. ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საუბრის სულ სხვა თემაა, თუმცა ფეხბურთის განვითარების ფონდი უკვე წლებია უზრუნველყოფს, რომ ჩემპიონატი პაუზების გარეშე, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩატარდეს. როგორ ტარდება, რა შედეგები გვაქვს, ესეც საუბრის სხვა თემაა, თუმცა ფონდის საქმიანობა ცალსახად იმსახურებს ყურადღებას. დღეს მისი ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე შემოგვიერთდა და მასთან ერთად ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის როლი ხანდახან არ არის ხოლმე რეალურად წარმოჩინებული საზოგადოებისთვის და ბევრი კითხვაც დაგროვდა საერთო ჯამში. მოგესალმებით, მადლობა რომ გვეწვიეთ და მე ვეცდები რომ რა კითხვებიც არსებობს საზოგადოებაში, მაქსიმალურად დაგისვათ იმის ცხადყოფისთვის თუ რა ყოველდღიურობა აქვს ფონდს ჩვენს ცხოვრებაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მზათა ვარ უპასუხო თქვენ ყველანაირ კითხვას. დავიწყებ პირველ რიგში იმით, რომ ჩვენ უკვე 10 წელია ფუნქციონირებთ. სახელმწიფო ორგანიზაცია ვართ, შევიქმნით და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში ვართ. 10 წელია ვაფინანსებთ ქართულ ფეხბურთს და ვცდილობთ განვავითაროთ და შევინარჩუნოთ ის პროგრამები და პროექტები, რასაც წლების მანძილზე ვაშენებთ რა. ძალიან კარგი. იყო სისტემა, რომელიც ბევრის აზრით იყო მახინჯი, ფორმით წარმოჩინებული, მაგალითად პირობითად თუ იმერეთის გუბერნატორს ფეხბურთი იცოდა, კარგად ერკვეოდა და უყვარდა, იმერეთის გუნდებს, კონკრეტული ქალაქის გუნდებს ჰქონდათ კარგი დაფინანსება და პირობითად თუ გურიაში არ უყვარდა ფეხბურთი პირველ პირს, მას არ ჰქონდა დაფინანსება. სწორედ აი ამ დისბალანსის გამოსწორების მიზნით შეიქმნა საერთო ფონდი, რომლისგანაც ყველა გუნდს აქვს თანაბარი დაფინანსება. ეს იყო ძირითადი მიზანი. კი ბატონო. და დღეს რა თანხებზია საუბარი? მოდი დავიწყოთ უმაღლესი ლიგიდან, რა თანხას იღებს 10 გუნდი იმისთვის, რომ ჩემპიონატი ჩატარდეს შეფერხებების გარეშე? კი ბატონო, კარგი კითხვაა, მადლობა. ესე იგი, ჩვენი მიდგომა არის, რომ ყველა ლიგაში მყოფი ყველა გუნდი დაფინანსდეს თანაბრად. ვინაიდან არ იყოს ის დისბალანსი ფინანსური მხრივ, რაც შეიძლება და რაც იყო წლების წინ ჩვენ შექმნამდე. ამჟამად ერთი კლუბი მარტივად რო ვთქვათ, დაახლოებით წლის განმავლობაში ფონდიდან მინიმუმ იღებს 1,5 მილიონ ლარს. ძირითადად გვაქვს 3 პროგრამა, ეს არის საბაესო დაფინანსება, ეს არის საპრემიო ფონდი და ეს არის სტიმულირების კალათა. ნუდეც სათითაოდ გავშალოთ. კი ბატონო. საბაესო დაფინანსებით დავიწყოთ. აღნიშნული არის 600,000 ლარი ეროვნული ლიგა 1-ის მონაწილე თითოეული კლუბისთვის გამოყოფილი. ჩვენ წლის დასაწყისში ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში ვითანხმებთ მათ ბიუჯეტს თუ დაახლოებით რაში როგორ გახარჯავს აღნიშნულ თანხას და გვაქვს შეზღუდვები. ამ 600,000 ლარს გარდა იმისა, რომ გუნდებს აძლევთ, ასევე ანხორციელებთ ზედამხედველობას მის დახარჯვაზე. კი ბატონო, მონიტორინგს ვაკეთებთ, ვითხოვთ ყოველთვიურად მათ ანგარიშგებას, მათ ხარჯებს თუ რაში დახარჯეს, საბუთებს და იმის ისტორიის დადასტურების შემდეგ ვაძლევთ შემდეგ დაფინანსებას. ანუ ჩვენ ამას რაში არ შეიძლება რომ ფონდის ფული დაიხარჯოს? მარტივად რო ვთქვათ, არ შეიძლება ხელმძღვანელმა გაიტანოს დივიდენდად, გახარჯოს წინა პერიოდის დავალიანება და ესეთი რაღაც თანხები დაინიშნოს 50,000 ლარი ხელფასი, დაინიშნოს მაღალი ხელფასი, იმიტომ რომ ჩვენ მიერ მიცემული ფული არ არის
იმ რაოდენობის, რომ დამატებით ფუფუნების საშუალება ქონდეს, ან კიდე ფულის მარტივად ფულის გატანის დივიდენდად. ამიტომ ეს უნდა იყოს წმინდა საფეხბურთო ხარჯები. კი ბატონო, ესაა წმინდა საფეხბურთო ხარჯები და გვაქვს შეზღუდვები, რომ ხელშეკრულების ფარგლებში არაუმეტეს 60%-ისა იყოს ხელფასისთვის და პრემიისთვის მიმართული. გვაქვს შეზღუდვები, მაგალითად, უცხოეთის შეკრებაზე 10 დღე რაღაც თანხაზე მეც არ ვაძლევთ. ანუ ჩვენ რასაც საზოგადოებაში სამწუხაროდ ეს რუსული სიტყვა სბორებს რო ეძახიან რეალურად შეკრება, ანუ შეკრებაზე შეუძლია რომ გუნდს ფონდის დაფინანსებიდან გამოიყენოს ჩვენი თანხას იყენებს, რა თქმა უნდა, ოღონდ ჩვენ გვაქვს რაღაც ზედაჭერი, ესე ვთქვათ, რის მერეც თუ უფრო მეტი უჯდება შეკრება, გადაიხდის უკვე კლუბი თავის მოზიდული სახსრებით რა. ანუ ეს გასაგებია, მაგრამ გაუმიჯნოთ ახლა, ან თუ გუნდს აქვს თავისი კერძო სპონსორი ყავს, შეუძლია რომ როგორი ხელფასიც უნდა თვითონ დაინიშნოს ხელმძღვანელს და თვითონ განკარგოს. თავისთავად ჩვენი დაფინანსება არის რაღაც თანადაფინანსება კლუბის საზრდოობისთვის. ეს არის საჭირო რომ მინიმალური საჭიროება დაფაროს კლუბმა. დანარჩენი ყველა კლუბი და მისი მეპატრონე თავისთავად ხარჯავს თანხას, ამატებს გარკვეულწილად ძალიან დიდ თანხას საერთო ჯამში, ესე რომ ვთქვათ, 35 მილიონი, 35-40 მილიონი იხარჯება დიდი ფეხბურთისთვის, პროფესიონალური ფეხბურთისთვის ხარჯავთ ფონდი ვაძლევთ კლუბებს და დაახლოებით 80 მილიონ ლარს ზევიდან ამატებს კლუბის მეპატრონე, κλუბების მეპატრონეები. გასაგებია, პირველი საბაზისო დაფინანსების კომპონენტი გასაგებია. მეორე კომპონენტი არის საპრემიო ფონდი, სადაც თითოეული მოგებული თამაშისთვის გუნდს ეძლევა გარკვეული თანხა. უმაღლესი ლიგისთვის 20,000 ლარი არის მოგებაზე, ფრეზე 6,500 ლარი. აღნიშნულს 9 ტურში ერთხელ, ანუ ყოველი წლის დასრულების შემდეგ ვაძლევთ კლუბს და ამაზე უკვე კლუბის ხელმძღვანელობას აქვს თავისუფალი ხარჯვის უფლება, ოღონდ შეთანხმებულია მაინც ჩვენთან. ანუ ეს არ არის საპრემიო ფონდი რახან ქვია, არ არის ფეხბურთელის პრემია მხოლოდ რა. აქ შეუულია ნებისმიერი გუნდის განვითარებისთვის, როგორც ხელფასებისთვის, ასევე ნებისმიერი საოპერაციო ხარჯისთვის ის მოიხმაროს გუნდმა თანხა. ანუ ერთი მოგება 20,000 ლარად ფასობს დღეს დღევანდელი რეალობით სახელმწიფოსგან. სხვა ამბავია კიდე ერთხელ აღნიშნოთ სასპონსორო ხელშეკრულები და მესამე კომპონენტი. მესამე არის სტიმულირების პროგრამა. ეს პროგრამა არის ზუსტად იმ კერძო კლუბების მეპატრონეების წახალისება. კლუბის ხელმძღვანელი, როგორც მოგახსენეთ, საერთო ჯამში ორჯერ მეც ხარჯავს, ვიდრე სახელმწიფოდან იღებს დაფინანსებას, ოღონდ ჩვენ რაღაც გარკვეულ თანხას ვუსტიმულირებთ. რას ნიშნავს ეს? დახარჯა უმაღლეს ლიგაში გვაქვს 600,000 ლარი, ამაშიც ზედაჭერი. 600,000 ლარი დახარჯა კლუბის მეპატრონემ, იგი წარმოადგენს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნას, შემოსავლების და ხარჯის დადასტურების მიხედვით, რაც გულისხმობს, რომ გუნდმა ნამდვილად მიიღო აღნიშნული შემოსავალი და მიზნობრივად გახარჯა. ეს არის მიზნობრივად ხარჯვა, იგივე ფეხბურთის განვითარებისთვის ხარჯვა და არა სიტყვაზე მეპატრონემ შემოიტანა და იგივე თვითონ ხელფასად გაიტანა, ან რაღაც ესეთი მახინაცია ჩაატარა, მოიტანს აუდიტის დასკვნას და ჩვენ არაუმეტეს 600,000 ლარისა ვაფინანსებთ ყოველწლიურად კლუბებს. ანუ პირობითად მე მაქვს კლუბი, მივიღეთ თქვენგან 600,000 ლარი საბაზისო დაფინანსება, მე თვითონ მოგებაზე 20,000 ლარი დავიმატე და წავედი და ვიშოვე სპონსორი. სპონსორი პირობითად მაძლევს 1,000,000 ლარს ერთი სეზონის განმავლობაში. თუ ეს 1,000,000 ლარი მე დავიმატე, თქვენ, ანუ ფეხბურთის განვითარების ფონდისგან კიდევ დამატებით 600,000 ლარს მიიღებთ. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ სპონსორი რამდენს გვიხდის, ყველა შემთხვევაში 600,000 ლარს ვიღებთ. თუ 600,000 ლარზე ნაკლებია, ჩვენ ვაძლევთ შესაბამის თანხას, რამდენიც მოიზიდა სპონსორმა და გახარჯა, დაუშვათ 9,500,000 თუ მოიტანა კლუბში და გახარჯა მიზნობრივად, ჩვენ მივცემთ 9,500,000 ლარს. და თუ 600,000-ზე მეტი უკვე ზედაჭერი გვაქვს შეზღუდვა 600,000 ლარის ფასში. ანუ გამოდის რომ როდესაც ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვესმის რომ რთული აქ ფეხბურთელების ჩამოყვანა, თუ სწორი მენეჯმენტი იქნება, სახელმწიფოსგან მინიმუმ იმდენ თანხას იღებ, რომ ერთი სეზონი თავი გაიტანო. კი ბატონო, ეს არის ის მინიმალური, რომ სახელმწიფოსგან კლუბმა და ჩვენ ვითანხმებთ მათ ბიუჯეტებს, არა გვაქვს
ჩარევის უფლება უყოთ შეთანხმებით და ვეცნობით ყოველწლიურად მათ ბიუჯეტებს კლუბებმა წლის დასაწყისიდან, სეზონის დასაწყისიდან, სეზონის ბოლომდე მიიტანონ თავი, იფუნქციონირონ შუა გზაში, წინათ როგორც ხდებოდა ჩვენ შექმნამდე, არ გაუქმდეს კლუბები და ვალები არ გადაყვეს კიდე. გასაგებია. ესეთივე დამოკიდებულება ალბათ არის მეორე ლიგაში და თქვენი იურისდიქცია მე რამდენი ლიგამდე მიდის. ჩვენ ვაფინანსებთ 80 კლუბს, 5 ლიგას. მეორე ლიგაშიც იგივე დამოკიდებულება. მეორე ლიგა, ისე კი ლიგა 1 ქვია. ლიგა 2 ქვია. ეროვნული ლიგა 2. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 ქვია. რანგით ლიგა 2-ში არის 10 გუნდი. ამათაც ეს სამივე პროექტით ვაფინანსებთ, ანუ აქაც არის საბაისო დაფინანსება, საპრემიო ფონდი და სტიმულირების კალათა, მესამე ლიგაში საპრემიო ფონდი აღარ აგვაქვს, ანუ მოგებულ თამაშებზე თანხას არ ვაძლევთ, აქ გვაქვს მხოლოდ საბაისო და სტიმულირების კალათა, როგორც მესამე ისევე მეოთხე ლიგაში და 16 გუნდი მონაწილეობს თითოეულ ლიგაში და არის რეგიონალ ლიგა. ეს რეგიონალ ლიგა ფედერაციის მიერ არის ღია ლიგად წოდებული, ანუ ნებისმიერ შეუძლია მონაწილეობა და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს შეზღუდვა და ვაფინანსებთ წინა წლის შედეგებიდან გამომდინარე 28 საუკეთესო კლუბს. ესე გამოდის 80 κλუბი დაფინანსება. მეორე ლიგაში რამდენი შეიძლება რომ მიიღოს ერთმა გუნდმა მეორე ლიგაში საბაზოსში იღებს 400,000 ლარს, სტიმულირების კალათითაც 400,000 გვაქვს ზედაჭერი და პრემია თითოეული მოგებული თამაში არის 10,000 ლარი, ფრე 3,300. საშუალოდ ზედა ლიგის ის მეორე ლიგის კლუბებს გამოსდით 1 მილიონი ლარი შემოსავალი თუ მინიმუმ 400,000 ლარი დახარჯა კლუბის მეპატრონს. ანუ რეალურად რომ დავაჯამოთ შეიძლება მოხდეს ესეთი რამ, რომ უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდმა იმაზე უფრო ნაკლები მატერიალური სარგებელი მიიღოს, ვიდრე რანგით მეორე ლიგის ლიდერმა გუნდმა. ესეთი პრაქტიკა არ არის, იმიტომ რომ უმაღლეს ლიგაში ყოფი ყველა გუნდი ხარჯავს სტიმულირების თანხას, ანუ 600,000 ლარს და მარტივად რო თქვა, გარანტირებულ საბაზისოს 600,000 ლარს. მაგრამ თუ სპონსორი ვერ იშოვა თეორიულად, თუ სპონსორი ვერ იშოვა, მაშინ შეიძლება 600,000 იყოს სახელმწიფოს დაფინანსება მხოლოდ. თქო, ესეთი შემთხვევა არა გვაქვს ჩვენ. ყოველწლიურად გამოდის, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი ძალიან სოლიდურ თანხას ხარჯავს, რა თანხაზეა საუბარი ეს და მაინტერესებს დამოკიდებულება გასაგებია თქვენი მიდგომა და რამდენად მარტივად აყვათ ქართული საფეხბურთო სამყარო ამ პროცესში, იმიტომ რომ მუდმივად იყო პრობლემები, მუდმივად ვიღაცას არ ყავდა ავტობუსი, მუდმივად უჭირდათ ბიუჯეტის სწორად დაგეგმა რომ სეზონის ბოლომდე მისულიყვნენ, მუდმივად იყო პრობლემა ხელფასების და პრემიების. კი ბატონო, მიმდინარე წელს ჩვენი ბიუჯეტია 42 მილიონი ნახევარი, საიდანაც დაახლოებით 35 მილიონი იხარჯება პროფესიონალურ ფეხბურთში. 7 მილიონი ნახევარი დაახლოებით არის სხვადასხვა პროექტები. აი მაგ პროექტებზე ცალკე ვისაუბროთ. ამ პროექტებზე კი ბატონო ცალკე ვისაუბროთ, რაც შეეხება რამდენად აყვა ყველა კლუბი ჩვენ შექმნას მიესალმა, იმიტომ რომ მათ იგრძნეს ეს სტაბილურობა და მიხვდნენ რომ თუ კლუბიში თავის მეპატრონე რაღაც თანხას არ ჩადებს და არ მოიტანს და არ განავითარებს, κλუბი შედეგს ვერ მიიღებს, გავარდება და მომავალი არ გავარდეს ესე იგი. კი ბატონო და გასაგებია, მე მაინტერესებს მეოთხე ლიგის დაფინანსება და მესამე ლიგის დაფინანსებაც, იმიტომ რომ თითქოს ეს გუნდები არ არიან ხელის გულზე ფეხბურთის მოყვარულებისთვის, მაგრამ თუნდაც აი მეშახტის მაგალითზე უცებ მესამე ლიგის გუნდი უმაღლეს ლიგაში აღმოჩნდა 2 სეზონში და იგივე ყავს თასის გამარჯვებული, რომელიც მანამდე მესამე ლიგაში თამაშობდა და ანუ იმის თქმა მინდა რომ საფეხბურთო დონის თვალსაზრისით არც ისე მოშორებულია მესამე ლიგა მეორე ლიგა. მესამე ლიგა მეორე ლიგას საფეხბურთო დონის თვალსაზრისით მაინც მოშორებულია, იმიტომ რომ იმდენი ფული არ იხარჯება ქვედა ლიგებში ფონდიდან მესამე ლიგის თითოეულ კლუბს საბაზო დაფინანსების სახით ვაძლევთ 200,000 ლარს, ხოლო
სტიმულირების სახით თუ ათეულში გავიდა, ვაძლევთ 100-100.000 ლარს. ანუ სახელმწიფოდან დახმარება მესამე ლიგის გუნდებს აქ 300.000 ლარი. ალბათ ყველაზე დიდი გაჭირვება უკვე მეოთხე ლიგაშია. მეოთხე ლიგაში არის 120.000 ლარი საბაისო დაფინანსება, 50.000 ლარი სტიმულირება ათეულისთვის რა. ანუ თქვენ რასაც გვეუბნებით პრაქტიკაში რო გადავიტანოთ, გამოდის რომ თუ მესამე მეოთხე ლიგის გუნდმა სპონსორი ვერ იშოვა, ძალიან გაუჭირდება თქვა საფეხბურთო ცხოვრების განხორციელება. საფეხბურთო ცხოვრება ეს თანხა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გუნდმა იარსებოს, მინიმალური ხელფასები კონდეთ ფეხბურთელებს და ის პატარა შეკრება, ფორმა და მატჩის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯები გაწიო თუ არა. დიდ შედეგებზე ეს უკვე დიდ შედეგებზე რო თქვა და ზევით უფრო მაღალ ლიგებში ამოვიდნენ, ამ შედეგს ვერ მიაღწევენ თუ ფული არ დახარჯეს მეპატრონებმა. გასაგებია. აი თქვენი ჩართულობის შემდეგ თუ დააკვირდით, რამდენად აქტიური არის კერძო სექტორი კლუბების ცხოვრებაში და რამდენად დაინტერესდნენ კერძო ადამიანები ინდივიდუალურად ამა თუ იმ გუნდის თქვათ აყვანით და შემდეგ მასზე მზრუნველობით. კი ბატონო, მოდით ესე ვთქვათ 2016 წლამდე ჩვენ შექმნამდე 20 გუნდიდან, უმაღლესის 20 გუნდიდან 9 გუნდი იყო კერძო და 11 იყო სახელმწიფო გუნდი. ანუ მუნიციპალური კლუბები იყვნენ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი არის კლუბების გაკერძოება. დღესდღეობით არსებული მდგომარეობით ლიგა 1 და ლიგა 2-ში მონაწილე 20 გუნდიდან 18 არის უკვე კერძო და 2 არის სახელმწიფო. ეს ორი სახელმწიფოდან ერთი ბოლნისის სიონია, რომელსაც მეპატრონე ყავს შეძლებული და წლების განმავლობაში მეპატრონე არა, სპონსორი ყავს შეძლებული და წლების განმავლობაში აფინანსებს და მეორე არის გორის გორი, რომელიც წელს გადმოვიდა თავის მესამე ლიგიდან მეორე ლიგაში, პირველად არის მეორე ლიგაში და უკვე სოლიდური სპონსორი იშოვა დაფინანსების მხრივ. გასაგებია. აქედან გამომდინარე, ბატონო ვახო, ის კლუბები, ის მეპატრონეები, რომლებიც ფულს თანხას არ დახარჯავენ და არ მოიტანენ, შედეგს ვერ მიიღებენ. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ უკვე 90% ესე ვთქვათ, ფეხბურთი კერძო მფლობელობაშია. ალბათ ეს ყველაზე მარტივი ფორმულაა წარმატებისთვის, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში აი ეს მახინჯი ფორმა, რაზე ჩვენ საუბრობდით, გაბატონებული არის დღესაც საფეხბურთო ყოველდღიურობაში და იქაც სისტემურ წინსვლაზე ცოტა რთულია საუბარი, თუ ვთქვათ არ გამოვრიცხავთ იმ ინდივიდუალურ წარმატებებს, თუნდაც აი აზერბაიჯანის შემთხვევაში რო ავიღოთ ყარაბაღი. იქ ერთი შემთხვევაა, დანარჩენი ზოგადად სირთულეებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ეგეთი ფორმატით მუშაობენ ჩემი ინფორმაციით. აზერბაიჯანშიც ანალოგიური ფონდი არის შექმნილი ლებია და ისინი ჩვენზე მეტ ფულს აძლევენ უბრალოდ კლუბებს და იმიტომ აქვს ერთ-ერთი შედეგი, იმიტომ არის და ახლა ყარაბაღი კიდე ცალკე პროექტი არის და სახელმწიფო სხვადასხვა მიდგომა რომ ერთი გუნდი რაღაც უნდა ყავდეთ კერძო მფლობელობაში, რომელიც მიაღწევს დიდ შედეგს და ჩვენ გუნდებთან შედარებით ბევრად მეტი ბიუჯეტი აქვს. და თუ კი ჩვენი გუნდების ბიუჯეტებთან შედარებით კოლოსალური ბიუჯეტი აქვს. სულ სხვა ასპარეზზე გავიდნენ ისინი, მის სახელმწიფო პოლიტიკური დამოკიდებულება რეალურად გამოვლენილი ამ გუნდთან მიმართებაში, რაც შეიძლება კარგია და შეიძლება ცუდია, ეგ კიდე საუბრის სხვა თემაა. ფეხბურთის განვითარების ფონდი ახორციელებს სხვა პროექტებსაც და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფეხბურთი და გუნდი ერთ დღეში არ შენდება და მას უნდა ქონდეს მყარი საფუძველი და აკადემიები, აი ამ მიმართულებით თუ გაქვთ თქვენ გარკვეული აქტივობები და ხარჯავთ თუ არა ფულს. კი ბატონო, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია მასობრივი ფეხბურთის განვითარება, იმიტომ რომ თუ არ იქნება მასობრიობა, არ იქნება ჩვენი მომავალი. 2016 წლამდე მარტივად რო ვთქვათ 10,000 რეგისტრირებული ფეხბურთელი იყო ბაჩორის ბავშვიც. ბავშვებით შედიოდა 10-12,000 იყო. დღესდღეობით 40,000 ადამიანზე მეტი არის ფეხბურთში ჩართული და ბუმია, თქვენც კარგად იცით, ყველა ბავშვს ფეხბურთელობა უნდა ჩვენი შაშანწინდელი წარმატებიდან გამომდინარე და ძალიან ბუმია, არის ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ. და სხვათა შორის შეგაწყვეტინებთ, გარდა იმისა, რომ ბუმია,
ეხლა უკვე მშობლები ვეღარ ითმენენ და 5 წლის ბავშვების შეყვანა უნდათ ფეხბურთზე და როცა იქ აკადემიებიდან იღებენ პასუხს რომ ჯერ შეიძლება ეს ადრე იყოს ძალიან აბრაზებს. არა, ფეხბურთი არასოდეს არ არის ადრე. არა, ისე ამობდიდო როგორც სპორტი. არასოდეს არ არის ადრე, ის ბავშვი უბრალოდ ბურთს რო დაძდებს, უნდა მშობელს რო ირბინოს სტადიონზე. კონდეს ისაურა, რასაც ფეხბურთი ქვია და უბრალოდ სახში არის თამაშობს მარტო ბურთით რა და მოწოდებულები არიან მშობლები რომ 5 წლიდან ბავშვები პროფესიონალურად ემზადებიან. კარგია, იმიტომ რომ ის ბავშვები ამ გუნდურობას სწავლობენ მარტივად რო თქვა 5 წლის ასაკში და ბევრად უფრო მზად იქნებიან იმ ასაკის მომავალში რომ ბევრად მეტი ეცოდინება. თუნდაც ის მწვნელი მასწავლებელი ბევრად კარგად აუხსნეს. კი ბატონო. რა შეეხება საბავშვო პროექტებს? საბავშვო პროექტები ერთ-ერთი არის სკოლების და აკადემიების კატეგორიზაცია არის, ანუ ფედერაციის მიერ კატეგორია მინიჭებული 100 სკოლა ჩვენ წლების მანძილზე ვაფინანსებთ ტექნიკური დახმარების სახით ფინანსურად და მიმდინარე წელს უკვე ახალი პროექტი გავაკეთეთ, მათ ჩვენ გადავეცით ბურთები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი, რაზეც ძალიან დიდი და კარგი გამოხმაურება აქვს უკვე სპორტულ სკოლებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნულის განხორციელება და ნელ-ნელა ალბათ ამ თვის ბოლოს უკვე ყველა სკოლას ექნება ეს ინვენტარი. მარტივად რო ვთქვათ, თითოეული ბავშვისთვის ბავშვს გადავცემთ წვივსაფარს, რაც მათი ძალიან დიდი სტიმულია. ექნებათ ჩვენი დაბრენდილი ბურთები, იქნება ჩვენი დაბრენდილი წყლის ბოთლები და ასე შემდეგ. გასაგებია სავარჯიშო რა ქვია ქართულად ოღონდ არ ვიცი ზევიდან რო იცმევენ ხოლმე კი ნაკიტკა ხო ნაკიტკას ეძახიან ხო ანუ ესეც გადასაცმელიც ესე იგი ექნებათ ბრენდირებული რაც ბუნებრივია სტიმულის მიმცემია ანუ თქვენ ფედერაცია გააძლევთ სკოლების სიას რომლებიც არის აღიარებული და ალბათ ამ აღიარებაში შიგნით რაღაცა კომპონენტები მინიმალური არის დაცული რათა კი ბატონო ფედერაცია აფასებს მათ დონეს და იმის მიხედვით ჩვენ უკვე ვეხმარებით ტექნიკურად თუ რა სჭირდებათ, როგორ სჭირდებათ. სტადიონებთან მიმართებაში ხო არ არის ფონდი ჩართული თუ ეს ინფრასტრუქტურის პროექტებში ფონდი არ არის ჩართული, უბრალოდ იმ კლუბებს, რომლებსაც აქვთ ინფრასტრუქტურაც, ჩვენ გვერდით უდგავართ, ესე ვთქვათ და არ უშლით ინფრასტრუქტურის განვითარებას. ანუ შესაძლებელია რომ გუნდს რომელსაც აქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა ფონდის მიერ წაღებული ფულიდან ინფრასტრუქტურასაც მოახმაროს და იქ არ აქვს თქვენ კონკრეტული მითითება რომ ან აუცილებლად უნდა დახარჯოს ან არ უნდა დახარჯოს თუ დახარჯოს მივესალმებით გასაგებია თუ ყოფილა შემთხვევა რომ აი თქვა გუნდი რაღაც ელემენტარულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს მოცემულ სიტუაციაში უმაღლეს ლიგაში და ამის გამო ფონდისგან ვერ იღებს ფულს ან ისეთი შემთხვევა თუ ყოფილა რომ მენეჯმენტური შეცდომების გამო თქვენი ფონდის დაფინანსება ან შეწყდა ან შეჩერდა და კი ბატონო ვინაიდან ჩვენ ყოველთვიურ მონიტორინგს გავდივართ და ვამოწმებთ მათი სახელმწიფოს ჩვენს მიერ გადახდილი თანხის სისწორეს თუ არასწორად არამიზნობრივად კლუბი დახარჯავს თანხას ჩვენ მათ უჩერებთ დაფინანსებას ვაძლევთ გარკვეულ ვადას აღნიშნულის აღმოფხვრის გამოსწორების და იმის შემდეგ ეს აღდგენას უკეთებთ დაფინანსების გასაგებია თქვენ ახსენეთ რომ 2016 წლიდან ფუნქციონირებს ფეხბურთის განვითარების ფონდი და სანამ დავასრულებთ მინდა ეს კითხვა დაგისვათ საბოლოო ჯამში რომ შევეჯამოთ იყო საუბარი 5 წლის გასვლის შემდეგ რომ გაგრძელდება თუ არ გაგრძელდება ეს კითხვის ნიშნები მოიხსნა ფონდი ჩვეულებრივად მუშაობს და დღეს თქვენი მოცემულობა როგორია ფონდის განვითარების პერსპექტივა როგორია და სახელმწიფოს დამოკიდებულება ამჟამად ჩვენ მუშაობთ ახალ პროექტს რომელიც სავარაუდოდ იქნება 5 წლიანი და ამ 5 წლის გეგმად სავარაუდოდ ჩვენ გვეცოდინება უკვე ეს შემოდგომისთვის იმედია გავზრდით ბიუჯეტს შესაძლებლობის ფარგლებში რა თქმა უნდა მოვითხოვთ უფრო მეტ მონიტორინგს კლუბებისგან
მოკლედ, მადლობა უნდა გადაგიხადოთ პირველ რიგში სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ არა ის ფონდი და სახელმწიფოს განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ფეხბურთის ძალიან ძიმე სიტუაციაში იყო საკლუბო დონეს გულისხმობ. იმედი მაქვს, რომ ეს დამოკიდებულება, ეს მუხტი ფეხბურთის მისამართით საზოგადოების რადიკალური შემოტრიალება პოზიტიურ ჭრილში საფეხბურთო საკლუბო ცხოვრებაზე კარგად აისახება და ის ჩვენი ოცნება ეხა რაც დაგვრჩა, ხო, ორი დაგვრჩა, ერთი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ნაკრემის და ერთი ის რომ ჩვენი კლუბი რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს და დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს მომავალში ამ ყველაფერსაც ჩვენ ხელშესახებს გავხდით და მინდა რომ წარმატება გისურვოთ ამ გზაზე. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მზად ვართ ყოველთვის გიპასუხოთ კითხვებს თუ რამე მობრძანდეთ და წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა, არა მარტო ფეხბურთს უსურვებთ წარმატებას, არამედ ყველანაირ სპორტს და დღეს განსაკუთრებით ჩვენ ოლიმპიელებს, რომლებიც საქართველოს სახელს იცავენ და საქართველოს სახელს ასახელებენ. მადლობა. დიდი მადლობა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით.